პოსტალიონი დაიბრუნდათ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანით ბატონო როგორ გიყვარს ხოლმე ეს მომენტი და ეს მონაკვეთი ამ ყველაფრის მოსმენა ბატონი მიხეილ საგარელია ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური გველოდება ძალიან რთული კუდის მოქნევა ქონდა ჩვენს მთვარეს მზის ანთება და დაბნელება და ასე შემდეგ ყველაფერი ერთად რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და ახლა ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მოусმენთ მოგესალმებით ჩემო კარგებო პირველ რიგში ესე იგი რადგან დრო გვაქვს ცოტა მე უნდა სწრაფად ვისაუბრო და ძირითად მოვლენებზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რაც გველოდება ამ კვირის განმავლობაში და მნიშვნელოვანი მოვლენებია უდავოდ და რა კონკრეტულად დავიწყოთ იმით რომ უახლოესი 2 კვირა მაქსიმალურად წინდახედულად უნდა გავიაროთ რატო დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში ეს კი ნიშნავს რას ეს ნიშნავს ცოტა ხასიათცვალებადობას ადამიანებში და არა მარტო ადამიანებში ბუნებაში ხასიათი იცვლება და ამინდი მათ შორის აქედან გამომდინარე ეს მოქმედებს ადამიანის ფიზიოლოგიაზე, განწყობაზე, პლუს ამას აქ ცოტა ფრთხილად ურთიერთობებში, აქ ცოტა ფრთხილად იდეების რეალიზაციის კუთხით წინაღობები მოიმატებენ, ურთიერთგაგება მცირდება და რაც თავარია, მთავარი მოვლენა ამ კვირისა რა არის? ხვალინდელი დღე. 3 ოქტომბერი რა ხდება აქ? უნდა მივულოცოთ ჩვენს ლომს და ყველა ლომებს ეს მოვლენა რადგან ხვალიდან 9 თვიანი ეპოპეის შემდგომ შავი მთვარე მაცნებელი ძალა ეგრეთ წოდებული მეცხრე მოციქული სატანისა რომელსაც ჩვენ ლილიტის სახელწოდებით ვიცნობ და რომელიც აცნობს ადამიანებს გამოვა ლომის ზოდიაქოდან და გადავა ქალწულში შესაბამისად ლომები განთავისუფლებიან იმ მარწუხებისგან და ცნებებისგან რომელიც ჰქონდათ ბოლო 9 თვის განმავლობაში და აქედან გამომდინარე მათი ცხოვრება უფრო საამურ ელფერს შეიძენს მაგრამ ქალწულებს შეიძლება ყურადღება. რატომ? იმიტომ რომ ქალწულები აღმოჩნდებიან სხვადასხვა სახის თუნებების, ცხოვრების სული, სირთულეების წინაშე, ამიტომ მეტი თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა მართავთ ყველა სახის მასწავლებელი ელემენტების მიმართ. ამის გარდა, ქალწული რას ნიშნავს? ქალწული ჯანმრთელობაა. ამიტომ ეღავით ყურადღებით, ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება მოიმატონ საზოგადოებაში. ქალწული მედიცინაა. სამედიცინო შესწავლების დაშვების ალბათობა მოიმატებს. ამიტომ ეღავით ყურადღებით კვალიფიციურ ექიმად რომ დაგისვა დიაგნოზი აუცილებლად გადაამოწმეთ, იმიტომ რომ შესწავლის ალბათობა მოიმატებს, არასწორი წამლობის ალბათობა მოიმატებს და პლუს მედიკამენტოზური ზოგიერთ შემთხვევაში წამლობა შეიძლება იყოს პრობლემის მომტანიც კი და გაიკვირდებათ რატო, იმიტომ რომ შავი მთვარე აკეთებს ამას. დავუმატოთ ამას ისიც რომ შეიძლება ახალი დაავადებები გაჩნდეს, რაც დამატების სირთულეებს შექმნის. ქალწული ის ნიშანია, რომელიც გარკვეულ დისონანსს შეიტანს ჟურნალისტიკაში, შეიტანს ასევე საინჟინრო სფეროში, პედაგოგიურ სფეროში და აუცილებლად საგამომძიებო და სამხედრო სტრუქტურებში. აქაც იქნება სერიოზული ცვლილებები. ქალწული ყოველ ამ დეტალს გაშიფრავს და რაც თავარია. ქალწული ეს არის კოლეგიალური ურთიერთობა. ამიტომ კოლეგებს შორის ურთიერთობა შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში დაიძაბოს. იყოს წყენა, იყოს რაღაც გაბუთვა და ასე შემდგომ, იყოს შეიძლება ენის მიტანა. ამიტომ ინფორმაცია ზედმეტ კოლეგებთან თუ მეტ-მეტეს არასწავლო კოლეგაა, ნუ გათქვავთ. თორე ამას მე მოყვება ჭორები, ინტრიგები და შემდგომ. ამის ალბათობა და ამხრივ ურთიერთობების დაძაბულობის ტენდენცია მოიმატებს. ამას იზავს სწორედ შავი მთვარე უახლოესი 9 თვის განმავლობაში. და ამხრივ ყურადღებით. მაგრამ ლომებს მაინც დღეს და ხვალთხოვრო ცოტა მეტად ყურადღებით იყავით. არავით არის პოლემიკა, კონფლიქტები, ჯანმრთელობას ყურადღება, იმიტომ რომ კუდი არ მოიქნევს. მართალია უკვე გადის თქვენ ნიშნა, მაგრამ ზოგჯერ იცის კუდის მოქნება და ეს 2 დღე მაინც ცოტა თხილად და წინდახედულად გავიაროთ. და ქალწული ეს არის პროექციიდან ორგანიზმისა ნაწლავთა სისტემა. ამიტომ მეაქცევთ ყურადღება ნაწლაურ, ასე თქვა, დაავადებებს, რომელიც შეიძლება მოიმატოს უახლოესი 9 თვის განმავლობაში. აქამდე თუ იყო გულსიზარღვანი სისტემა, ახლა წინა პლანზე ახლა შეიძლება ნაწლავთა სისტემა უფრო მეტად იჩინოს თავი. და ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, პარასკევი დღე აქ პლანეტა მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა გადაენაცვლებს სასწორი ზოდიაქოში, თითქმის თვის ბოლომდე იქ მას დახვდება მზე და დახვდება პლანეტა მარსი. ამიტომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანად, დიპლომატიურად გადაწყვიტოთ კომპრომისების მეშვეობით, მატულობს გონებამახვილობა, სამართლიანობის გრძნობა ამის შედეგად, მაგრამ მოიმატებს რასაკვირველია სასწორთა გაურება, მერყეობა და სულსწრაფობა. რასაც ჭირდება ცოტა მეტი ყურადღება. გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე. ეს არის ხვალ, სამშაბათი და 3 დღე ზედიზედ პარასკევი, შაბათი, კვირა. მეაქცევთ ყურადღება ამ დროს შეიძლება თუ გონებობა მიჩინათ თავი, ეს იყოს მიზეზი წნევის ცვალებადობის საპირეებში, ამიტომ წნევას მეაქცევთ ყურადღება თუ საჭიროა წამლების პროფილაქტიკა და მეტი დასვენება წამოწიეთ წინა პლანზე, რომ უფრო მშვიდად გავიაროთ, ასე ვთქვათ, ეს გეომაგნიტური დღეები. ეს ზოგადი ტენდენციები ამ კვირის რომის ყველას განითხოვს ყურადღებას. ეხლა რადგან ჩვენ აუშვეთ, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, ესე იგი ნიშნავს რას, რომ ყველა ნიშანს ექნება რაღაც წყალქვეშა
დინება ხელისშემშელი ფაქტორი, რაც უნდა კარგი პერიოდი იყოს. აი მაგალითად ვერზი. პრინციპში პერიოდი კარგი აქვს. ენერგოტონუსი მაღალია, ჯამთელი, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, მებრძოლია, ხო? ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ბოდიში აი სად შეიძლება იყოს აქ წყალქვეშა დინება, პარტნიორული ურთიერთობა. ეს არის კარმული ვალების გადახდის დრო. ვერსტატვის უახლოესი 2 კვირა. ამიტომ იყოს ყურადღებით. თუ თქვენ ხართ ისეთი ვერძი, რომელსაც რაღაცა დაუშავა ადამიანებს, პარტნიორებს, გინდ ბიზნეს პარტნიორებს, გინდ პირად ურთიერთობებს ეხება ნებისმიერ პარტნიორ ურთიერთობებს, რაღაც შეცდომები დაუშვით, არასწორად მოექეცი და შემდგომ, ეხლა ამის ანაზღაურების დროა. ეხლა შეიძლება ამ შედეგად დაგეძავოთ ურთიერთობა ბიზნეს პარტნიორებთან, სასწავლო პარტნიორებთან, ზოგიერთ შემთხვევაში ეს დიდი კონფლიქტით, კონფრონტაციით და დაშორებითაც დასრულდეს. ამიტომ თუ ესეთი რამ ხდება, მაშინ მიიღეთ. ეს თქვენი ვალია და ეს უნდა გაისტუმროთ. თუ არა და შეგიძლია დაუშვათ აქ მეტი დიპლომატია, დელიკატურობა, მოთმინება გამოვლინოთ, მაშინ შეგიძლიათ ეს ურთიერთობები გამოსწოროთ. და არის მესამე ვარიანტი, როცა ეს ყველაფერი არ ხდება თქვენს ცხოვრებაში, ასე ნიშნავს იმას, რომ ამდენგვარი შეცდომები არ დაგიშვიათ და მაშინ კვირა იქნება გაცილებით უკეთესი. რაც შეეხება კუროს ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ გავაფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით, რაც თავარია ძალიან გაღიზიანებთ ყოველდღიური რუტინული მუშაობა, ყოველდღიური საქმიანობა, რაც თავარია თქვენს ირგვლივ ადამიანების გაღიზიანებულები არიან და ამიტომ მათი მოთხოვნა თქვენდამი, იგივე დაუშვათ ხელმძღვანელთა მხრიდან, კოლეგების მხრიდან, იგივე ახლობელთა მხრიდან მოიმატებს, თქვენ კი ჯიუტდებით და არაფრის დათმობა არ გინდათ, რის გამოც ეს შეიძლება გახდეს კონფრონტაციის ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ ვიყავით ამ ხრი ყურადღებით ზედმეტ კონფრონტაციაში, ნუ შეხვალ პირიქით. მეტი დრო დავუთმეთ პოეზიას, ლიტერატურას, ხელოვნებას და ურთიერთობას, შემოქმედებით მუშაობას და ეცადე დელიკატურად, დიპლომატურად გადაწყვიტოთ თუ რაიმე რთული საკითხები ჩდება და ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ. რაც შეეხება ახლა ტყუპებს, შემოკარგებოთ ტყუპებო, ბევრი რამ შეიძლება ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ. მაგრამ ამის მიზეზი ხარ თქვენ, რა, თქვენში გაზრდილი სულსწრაფობა, ამბიციურობა, ამპარტავნობა და გადამეტოვებული სიამაყე. ამას მიაქცეთ ყურადღება, ამას შეიძლება დაძაბოს ურთიერთობები. მაგრამ თავარი ახლა თქვენთვის რა ამ კვირის პროგრამა. თავარი არის კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, ვისთან, ახლობლებთან, ნაცნობებთან, შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. აი ეს არის ის ღერძი, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას თქვენი ცხოვრებისა. ზედმეტ ფინანსურ დანახარს თავი ავარიდოთ უმჯობესია ამ პერიოდში, მაშინ კვირა იქნება გაცილებით უკეთესი. მithumetes ერგოტონუსი, იმუნიტეტი მაღალი გაქვთ და თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ გამოასწოროთ ძველი შეცდომები და სხვათა შორის დაფიქრდეთ რაზე, იმაზე, რომ რაღაც ფასეულობები, რომელიც თქვენ გქონდათ საეჭვო, აი ფასეულობების რაღაც გარკვეულწილად შეცვლა მოხდეს. ახალი ფასეულობების დროა. აშინ პერიოდი იქნება ძალიან ნაყოფიერი და კარგი. გერჩხიბებო, თქვენი ერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ნუ გადაეტვირთებით, გაეთვალისწინეთ აქ თავარი თქვენთვის არის რა, არ შეხვიდეთ კონფლიქტში ნათესავებთან. ურთიერთობებში მემკვიდრეობის საკითხები არ გადაწყვიტოთ. აქ შეიძლება მაგალითად ზოგიერთ ნაცავს კონდეს თქვენი ვალი. ან თქვენ კონდეთ მათი ვალი და ამან დაძაბოს ურთიერთობა და კონფრონტაციაში შეგიყვანოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიურად, დელიკატურად სანათესო ურთიერთობების მოწესრიგება და შეიძლება შეგექმნათ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები. მაგალითად ელექტროტექნიკის პრობლემა, სახლში სანტექნიკის პრობლემა, ამან დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს. ამიტომ შესაბამისად ზედმეტ ხარჯს აქ მოერიდეთ, მაგალითად კაპიტალ დაბანდების სახით, ინვესტიციების სახით, იმიტომ რომ ისედაც ცხოვრება აქ მოითხოვს საყოფაცხოვრებო ხარჯების გაწევას. და ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით, რომ მეორე პრობლემები არ შეგექმნათ. რაც შეეხება ლომებს, ნუ რასაკვირველია, ხა ხვალიდან მithumetes ლომი გამოცოცხლდება, უფრო გააქტიურდება, იმიტომ რომ რა ბევრი კარმული ვალები გასტუმრებულიც ექნება ამ 9 თვიანი შემთხვევის ეპოპეის შემდგომ თან ტონუსი მათი მატულობ, ჯანმრთელობა უმჯობესდება, განწყობა ნელ-ნელა უმჯობესდება, ერთ სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო, მაგრამ წყალქვეშა დინება ვერაულის მას გვერდს და რა შეიძლება იყოს ეს დინება? იმაში, რომ აი ამ სწორედ კარგად რო არის, ამას ხო იცით, ყველა კარგში თავის ცუდია. ეს მომენტიც არის და ეს ცუდი რა არის? ცოტა მატულობს ამბიციურობა. ნაკლებად ლოიალური ხდება იგი სხვათა, მაგალითად შეცდომების ან სისუსტეების მიმართ. რაც შეიძლება კრიტიკის ქარცელში მოაქციოს და ამან გამოიწვიოს კონფრონტაცია და მეორე კონფლიქტურო მithumetes ლომაიცის მითითებები, ხო იცით, ეს მე არ მომწონს თქვენში. აი ეს არ შეიძლება ამ კვირაში. თორე ეს მომენტალურად კონფლიქტია უკვე. ამიტომ ვაფრთხილებ, ხო? თან ესე ზევიდან უყარს ხოლმე ესე ყურება, ხო იცით, ესე ზევიდან გითითებთ. ეს არა, ლოიალურობა წამოწია წინა პლანზე სხვათა სისუსტეების მიმართ მაქსიმალურად გამოიჩინეთ ეს, ნუ იქნებით ზედმეტად ამპარტავანი და თან
შინაგანი პატარა შიშების და კომპლექსების ტენდენცია შეიძლება გაღვივდეს თქვენში. აი მას მიაქცეთ ყურადღება ამ კვირის განმავლობაში როგორც ხელისშემშელ ფაქტორებს. თუ ამ ტენდენციებს გვერდს აუვლით და ზედმეტ ხარცას მოერიდებით, კვირა იქნება საკმაოდ სტაბილური და კარგი. ეხლა რაც შეეხება ქალწულებს, მთავარი პრიორიტეტი ქალწულისთვის ამ კვირაში არის ფინანსები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისთვის ბევრს იმუშავებს, დიდ დროს და ენერგიას დახარჯავს კი ბატონო. ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ამას თავისი პრობლემა აქვს. გაითვალისწინეთ იმუნიტეტი თქვენ ეცემა, შეიძლება ადვილად დაიღალოთ, ადვილად გაცივდეთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს ის პერიოდია, რომლის შეობისას თქვენ ჭირდებათ აუცილებლად ყურადღება რის მიმართ, სხვათა მოქმედებების მიმართ თქვენ ზურს უკან. იმიტომ რომ შეიძლება ჭორების, ინტრიგების, ხმების დაერხეს თქვენ საწინააღმდეგოდ, ზოგიერთი ინფორმაცია მაგალითად გამომზეურდეს, რომელიც თქვენ გეხებათ, იქნება არასასურველი, ამას შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა თქვენსა და პარტნიორებს შორის. ამიტომ ვიყავით აქაც ცოტა ფრთხილი, წინ დახედული, ცოტა დელიკატური, დიპლომატიური, რომ პარტნიორული ურთიერთობა არ დაიძაბოს და ეს არ გახდეს კონფრონტაციის საბაბი. რაც შეეხება სასტურებს, მთავარი მოქმედი პირი, რასაკვირველია ამ კვირისა, უდავოდ და ამ პერიოდისა, იმიტომ რომ ვიმეორებ რეალურად ორი პლანეტა უკვე არის მარსი და მზე რეალურად სასტურში და გადაინაცვლებს კიდე პლანეტა მერკური და ამიტომ ეხლა თქვენი დროა სასტურებო, იაქტიურეთ, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობა ძლიერდება, ანუ შესაძლებლობები პოზიტიური ავტორიტეტის ზრდის, დაუშვათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გაქვთ. კი, მაგრამ მოგილოცავდე ბოლომდე, მაგრამ მაინც არ გილოცავთ. რატო? წყალქვეშა დინებები გაქვთ. რაც ითხოვს ყურადღებას და რა არის ეს დინება? გაგიკვირდებათ პარტნიორები, რომელთა უპასუხისმგებლობა ამ პერიოდში ან გულმავიწყობა გამოგიყვან წონასწორობიდან. უცებ პარტნიორს დაავიწყდა ის, რაც არ იყო დასავიწყებელი, ან საერთოდ უპასუხისმგებლობა გამოავლინა საერთო საქმეში, რაც გამოგიყვანთ ეგრევე წონასწორობიდან და თქვენ ამ დროს სულ სწრაფი ხდებით, გინდათ ყველაფერი ეხლა უცებ ჩქარა და სხვა შორის პარტნიორებსაც აჩქარებთ. რაც შეიძლება გახდეს საფასუხო რეაქციების და კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი. აი, თქვენი წყალქვეშა დინება. ამიტომ ვიყავით აქ ცოტა მეტად თხილები, ყურადღება ცოტა დელიკატურები და ზოგიერთ შემთხვევაში მოგიხდებათ პარტნიორთა შესაბამის გამოსწორება. ამას შეიძლება გარკვეული დრო და ენერგია წაიღოს. აი მისი შესაბამის გამოსწორება. მათი, ხო. აბა შეიძლება იქო, წავედი. მით უმეტეს თუ საერთო საქმეა იქ, ხო? აგერ ბატონო, ესეც არა. აჰა. ეხლა ხო ატყობ შენ რომ ჩემო კარგო უკვე ნელ-ნელა ტოვებს ლომი ზოდიაქოს შარდვარი, ხო? როგორ წამოწვა ჩვენი ლომი, ხო ატყობ უკვე სხვანაირი პოზა აქვს მიღებული, ხო? აკაც კი ჩანს ეს მომენტი. თავი ხა ძალიან სასაცილო. კარგით, ეხლა სანამ გააგრძელოთ ბოდიში რა. უეცრად ეხა შეტყობინება მომდის ტექსტური. ხო. ეს წუთი ბებო წარბები აიწიე. ბებია ჩემი. აჰა ბებო, მაშინ ავიციე. წელი ცხოვრება ესე. კარგი ხო, კარგი. ძალიან მაგარია, კარგი. მიყვარხარ ბებო. მადლობა. კარგი. ეხლა ჩემო კარგებო, მორიელებო, გაფრთხილდით, ჩემო თხოვნა ძალიან. მართალია ვიცი რომ არავის არ გეშინიათ და არაფერს არ გეშინიათ, მაგრამ მაინც იყავით ყურადღებით რატო ენერგოტონუსი დაბალია, ეშმაკს არ ძინავს, მაინც გახსოვდეთ ეს, იმიტომ რომ იმუნიტეტი რადგან დაბალი ადვილად შეიძლება გაცივდეთ. ინფექციური დაავადება, ფსიქოემოციურად ხარ ძალიან გაღიზიანებული ეხლა. პატარა რაღაცაზე ხა მიცემ ძალიან მძაფრ რეაქციებს და აი ეს არ გააკეთოთ. იმიტომ რომ სხვათა მხრიდან პრეტენზიები თქვენს მიმართ კრიტიკა მოიმატებს და აქ მძაფრი რეაქცია ნიშნავს რომ ეგრევე კონფლიქტი ხდები და ამ დროს ეს არის პერიოდი როდესაც მატულობენ სხვადასხვა სახის არა მარტო პრობლემები ფიზიკური სახის არამედ ფსიქოლოგიური შინაგანი შიშები კომპლექსები ჩდება თქვენში წყენის მომენტი გაბუტვის ელემენტიც გიძლიერდებათ ხო ეჭვიანობა ძლიერდება ამიტომ ამას მიაქცეთ ყურადღება პლუს ამას გაეთვალისწინეთ ფარული მტრები ჭორები ინტრიგები ეხლა ძლიერდება თქვენ საწინააღმდეგოდ კონკურენტული ბრძოლა თუ ვინმესთან რაღაც ვალი გაქვთ ეხლა მოგთხოვთ ძველი შეცდომებია აი ეხლა გეკნებათ ეს გამოსასწორებელი ძველი ვალდებულებების შესრულება მაშინ როცა მაინდამაინც არ ახართ კარგად აი ეხლა ყველას გაახსენდება ეს და ბევრი რაღაცაში დაგადანაშაულებთ ამიტომ ვიყავით მაქსიმალურად თავდაჭერილი არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკვე ხარ დაიწყოთ არავითარი ხელშეკრულებები მოლაპარაკებები ამისთვის ეს პერიოდი არ ვარ გაყოლდღური საქმეებით შემოიფარგლეთ და მშვიდ კორუფციულ რიტმზე გადაერთეთ ანუ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მშვიდობიანად გაიარეთ ეს ორკვირიანი საკმაოდ რთული თქვენთვის დაძაბული პერიოდი
რაც შეეხება მშვილდოსთანს, ბევრი რამ შეიძლება გამოვიდეს ამ ნიშანს, იმიტომ რომ ოპტიმიზმი მატულობს, ენთუზიაზმი მატულობს, გონება მახვილია, კონტაქტურია, კარგი ლიდერული თვისებებია, ენერგოტონუსი მაღალია, განწყობაც კარგია, მაგრამ აი ეს არის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი. რატო? გრძნობს რა როა ჯანზეა, კარგად გრძნობს თავს, მატულობს რა სარკასტული გამოთქმების სურვილი, სხვისი მართვის სურვილი, ზედმეტი პირდაპირობა და უმრავლეს შემთხვევაში ეგოისტური გამოვლინებები. რაც შეიძლება ფულის უყარათო ხარჯვასთან ერთად გახდეს და სულსტრაფობასთან ერთად მთავარი პრობლემა ამ კვირისა. ამიტომ არავითარი პოლემიკა, არავითარი საქმის გარჩევა, არავითარი დაძალება სხვებისთვის, რომ ისე გააკეთოს, როგორც თქვენ ეს სურთ. თორე ეს გამოიწვევს საფასურო რეაქციებს და კონფლიქტებს და ზედმეტ კაპიტალ ხარჯს აქ მაინც დავანებოთ თავი. უმჯობესია ყოველდღიური საქმეების გაკეთებით შემოვიფარგლოთ და ზედმეტი თანხები მაინც არ დავხარჯოთ ჯერ. ამ კვირაში ამისთვის კარგი დრო ჯერ არ არის. რაც შეეხება თხის კას შეიძლება ყურადღება, იმიტომ რომ ერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა არ მდგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეს, გადაიღალოს ტრაუმატული ტენდენციები შეიქმნას და თავარი მისი პროგრამა რა არის ამ კვირაში შენარჩუნება კარგი ურთიერთობებისა ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან. რატო? შეიძლება აღმოჩნდეს იგი კარიერული, სერიოზული აქ ცვლილებების წინაშე. საკადრო ცვლილებები შეიძლება მოხდეს სამსახურში. და თუ მას დაეძაბა აქ ურთიერთობა ზედმეტი სიხესტის და სიჯუტის გამო ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან შეიძლება დარჩეს სამსახურის გარეშეც კი. არამც თუ კარიერულ წინსვლაზე იყოს ლაპარაკი. ამიტომ მაქსიმალური დიპლომატია თავდაჭერა ამ კუთხით, მოერიდოს ყველა სახის სასამართლო პროცესებთან ურთიერთობას იქნება წამგებიანი, მოერიდოს ზედმეტ ფინანსურ ხარჯს, ესეც არ ვარ გამ პერიოდში და გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. ცოტა მეტად დაასვენოს საკუთარი თავი, თუმცა ყოველდღიური ვალდებულებები აუცილებლად შეასრულოს. მაშინ კვირა ექნება უფრო სტაბილური. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს, ერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია და აქ უამრავი ახალი საინტერესო იდეა პროექტი. მაგრამ, მოდი ასე ვთქვათ, რადგან მერწყული დაახლოებით 5 წლით გვისტრებს ყველა სხვას თავისი აზროვნებით, ამიტომ მისი პროექტები ჩვენთვის გაუგებარია. და ამიტომ ბევრი მხარს არ უჭერს. ამიტომ არავითარი ზედმეტი ინვესტიციები, კაპიტალ დამონდებები თქვენთვის საინტერესო ახალ იდეებში ახლა არ განახორციელოთ. საზოგადოებამ მხარს არ დაუჭერს. და უმრავლეს შემთხვევაში ეს იქნება ინვესტიცია წამგებიანი. ამისთვის საუკეთესო დრო მოვა 12 ოქტომბრის შემდგომ. ამიტომ ახლა თავი შევიკავოთ ამისგან პირიქით. მეტი კონტაქტების, შეხვედრების, საინტერესო ინფორმაციის მიღება, შეიძლება ამის დალაგება და თუ გაქვთ საშუალება, საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე წარმოადგინეთ თქვენი იდეები, რომ მხარდაჭერა მიიღოთ მათგან. სხვანაირად იქნება წამგებიანი. თუმცა ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა მაღალია, რაც გაძლევთ აქტიური მუშაობის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კარგ უნარს. თევზების ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, ამიტომ მეტი დასვენებაა საჭირო. სამაგეროდ შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდია. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო შემოქმედებითი იდეების შეიქმნას მას. ინტუიცია ჯერ მდგრადია, რომელზეც დაყრდნობით შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ შეიძლება მოუხდეს ჯარიმების გადახდა. ან ძველი ვალების გასტუმრება, ვალდებულებების შესრულება და ამავდროულად თევზებს ის პერიოდი აქვს, რომლისთვისაც შეიძლება გარკვეული კონფლიქტების შეიქმნას პარტნიორებთან, ასევე კოლეგებთან. მეტი თავდაჭერა, დელიკატურობა, დიპლომატია ხელშეუწყობს ამ რთული პერიოდის უფრო დიდად გავლას. აი ამ ინფორმაციით მინდა დაგემშვიდობოთ, ვინც გაფრთხილებულია ის შეერაღებულია, ყველა წარმატებები და ცოტა გაფრთხილება. ვალიდან ნახოთ ერთი. როგორი იქნება ჩვენი ლომის დღეები, ესე ხვალ მეც გადავაგორებ ჩემ დაბადების დღეს, რაც თავარია ესეთია, ხო? დადებითად განსაწყობი. წინასწარ მე მგონი შეიძლება მაინც რომ მოგილოცოთ, ხო? დაბადების გულით და სიყვარულით ყველაფერი შეიძლება. მე პასტალიოში ყველაფერი ხდება. ახალ წელს აღნიშნავთ ერთი კვირით ადრე. წინასწარ გილოცავ ჩემო კარგო, ხოლე კარგი სურებს, შენ გექნება პერსონალური ახალი წელი, შენი დაბადების დღე, როგორც შეხვდები, ისე წავა მთელი წელიწადი იცოდე. ამიტომ პოზიტიური განწყობა, სიკეთე და გახარება შენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჩემო, ესე იგი ბატონო მიხეილ საგარელი იყო ჩვენთან ერთად.